სააგენტოს წარმომადგენლობა საჭარაში აბესალომ ასლანიძე უხელმძღვანელებს. Წარმომადგენლობა რეგიონში 2 დღის წინ გაიხსნა იგი ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშამაძემ წარუდგინა. რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა სააგენტოსთვის ახალი გამოწვევაა. რა საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში, რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით ჩვენს რეგიონში. ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. სტუდიაში არიან დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ზაზა კილაძე თეოლოგი და აბესალომ ასლანიძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აჭარაში. 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ ვთხოვდით მუბძ ბეგლარ ქამაშიძეს გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონი ზაზა გვერდება მაცნე სტუდიიდან. მოგესალმებით ბატონ ზაზა, მადლობა რომ მოხვედით გადაცემაში. თქვენით დავიწყებ საუბარს. არსებობდა თუ არა საჭიროება სააგენტოსი რეგიონში და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ყოფილიყო თუ არა აქამდეც და რა გამოწვევები დახვდა მას და შემდეგ უკვე გადმოვალ სტუდიაში. სააგენტოს, აი ბოლო აქტიურობა რელიგიური სააგენტოსი მიანიშნებს და რეგიონები, სადაც წარმომადგენლები ინიშნებიან, მიანიშნებს, რომ რაღაც ამ რეგიონებში ხდება, იმიტომ რომ ტყუილად ეს დანიშვნები არ მოხდებოდა. რაც შეეხება, რამდენად გვიანი არის ეს დანიშვნები და ვთქვათ, რომ ყოფილიყო წარმომადგენლობა ამ რეგიონში, რამდენად ვთქვათ, მოგვარდებოდა ის პრობლემები რეგიონებში, ამაზე ცოტათი ძნელი არის თქმა, რადგანაც რაც არ მომხდარა და ვთქვათ, რაღაც ვარაუდის დონეზე საუბარი ცოტათი ძნელი არის, მაგრამ თუ ეხლა არის საჭიროება რეგიონებში დაინიშნოს წარმომადგენლები, ეხლა ამ 4-5 წელიწადში დიდი ცვლილებები არ ყოფილა და ალბათ შეიძლება თავიდან მომხდარიყო ამის გათვალისწინება და რეგიონებში წარმომადგენლობა დანიშნულიყო. არა მარტო ამ 3 რეგიონში, არამედ საქართველოში არის კიდევ კუთხეები. ყველგან უნდა იყოს, თქვენ ასე მიგაჩნიათ? ხო, თუ ეს სტრუქტურა უნდა იმუშაოს სააგენტო საერთოდ, იმიტომ რომ ეს ცალკე საკითხი არის კიდე, თუ უნდა იმუშაოს და უნდა გააკეთოს ის, რაც მას რის გამოც ის ფუნქციონირებს, სასურველი არის, რომ მას ჰქონდეს უფრო მეტი წარმომადგენლობა, იმიტომ რომ ძალიან მცირე არის ახლა ერთი ადამიანი, 2 ადამიანი მთლიანად მე როგორც ვიცი სააგენტოში სადაც 20 კაცამდე არის ასაქმებული და ახლა რელიგია ისეთი საკითხი არის თითო ადამიანი ამას ვერ გადაწყვეტს. მადლობა. მადლობა დაგიბრუნდებით ბატონ ზაზა. მამაო, თეოლოგს აქვს მოსაზრება, რომ რაღაც ალბათ ხდება, რადგან გადაწყვეტეს, რომ სააგენტოს ყავდეს წარმომადგენელი. იქნებ გითხრათ, ხდება თუ არა რამე და რა ხდება? რა ხდება, არ შემიძლია ვთქვა ასე რა ხდება, რა პრობლემები შეიძლება იყოს ამ საკითხზე, მაგრამ მე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი გეტყვით მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რადგანაც ჩვენი ეკლესია ყოველთვის ზრუნავს ჩვენი ქვეყნის კეთილი მომავლისათვის და ჩვენი მოსახლეობის უკეთესობისათვის და ამიტომაც უნდა ითქვას, რომ ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვაში რა იგულისხმება ახლა. იგულისხმება ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რელიგიური დაწესებულებები და ამ დაწესებულებებს აქვს კიდევ თავისი სასწავლებლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სასწავლებლები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი, რადგანაც უმეტესობას სასწავლებლებისას არ გააჩნია ლიცენზია, ისინი არ ექვემდებარებიან განათლების სამინისტროს და შეიძლება ეჭვქვეშაც კი იდგეს, თუ რა მდგომარეობა არის იქ, რა ისწავლება, როგორი სულისკვეთებით იზრდებიან ბავშვები, არის თუ არა პატრიოტული სულისკვეთება, ჰიგიენა რამდენად დაცული არის, რაიმე ჯანმრთელობას, რაიმე ზიანი ხო არ მიადგება ამა თუ იმ სასწავლებლებში ბავშვებს. ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ იქ არიან პედაგოგები. რამდენად კვალიფიცირებული პედაგოგები არიან, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს პედაგოგები, საიდან აქვთ მათ ეს დაფინანსება, ეს გამოსაძიებელია. ასევე უნდა ითქვას ის, რომ ბავშვების უმეტესობა, რომლებიც მედრესეებს ასრულებენ, იგზავნებიან თურქეთში სასწავლებლად და იქიდან ხოჯებად ბრუნდებიან. და 2010-2011 წლის თურქეთის სახელმძღვანელოში, რომელიც სკოლაში ისწავლებოდა და თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ იყო ეს დამტკიცებული, ამ სახელმძღვანელოში ბათუმი შედიოდა თურქეთის რუკაზე.
და უნდა ითქვას ისიც, რომ გადასამოწმებელი არის, ხო არ ხდება ამ ბავშვების არასწორი განათლების მიღება და დამახინჯება მათი აზროვნებისა. ესე შესაძლებელი არის. ამავდროულად ჩვენ სხვა რელიგიებსა და სექტებზე გარკვეული მესიჯი გაგზავნილი სახელმწიფო რგოლებისადმი, რომ გვჭირდებოდა ეს დახმარება, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. მესიჯი არ იყო გაგზავნილი ნამდვილად, უბრალოდ მე დავასრულებ დაწყებულს. უბრალოდ არის ესეთი საკითხები, რომელიც აუცილებელი არის ისევ და ისევ ამოვდივართ იქიდან, რომ ისევ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა რო იყოს დაცული, სწორი განათლება რომ მიიღონ და რო არ იყოს ეს დამახინჯებულად ვინმეზე მიწოდებული. აქედან გამომდინარე კიდევ არსებობს სექტები, სექტა ცუდი სიტყვა არ გეგონოთ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ, იაჰოვას მოწმეები არიან. მათი რელიგიური სწავლების მიხედვით არ შეიძლება სისხლის გადასხმა. და ასეთმა ფანატიკურმა მდგომარეობამ და ასეთმა ოჯახებმა შეიძლება თავიანთ თავსას და თავიანთ შვილებსაც უდიდესი ზიანი მიაყენონ. როგორც ჯანმრთელობის, ასევე შეიძლება მათი სიცოცხლეც კი ხელყვან. ესეთმა დამოკიდებულებამ. ასე რომ ეს საკითხიც ძალიან ისეთ ყურადღებით არის შესასწავლელი. კიდე აი ამ ბოლო დროს დაფიქსირდა გირჩის რაღაც რელიგია წოდებული, რომლებიც ბიბლიური თავისუფლება რომელსაც ბიბლიურ სწავლებასთან ნამდვილად არ გააჩნია საერთო, იმიტომ რომ ისინი თავისუფლებას სხვანაირად ხსნიან და ქრისტეს თავისუფლების ახსნა გამოიხატებოდა ცოდვის ტყვეობისგან თავისუფლებაში და არა იმაში, რაც გინდა ის გეკეთებინა. და ისინი რაღაც საბუთს გასცემენ, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ თქვა სასულიერო პირი ხარ და ამ საბუთის მეშვეობით ისინი ჯარიდან ირიდებენ თავს და არიხდიან მოვალეობას ქვეყნის წინაშე. და ეს რიცხვი ამ ადამიანების უკვე 18000-ს აღწევს. 18000 სასულიერო პირი არც მთლიანად ყველა რელიგია რო იყოს ჯამში ამდენი სასულიერო პირი საერთოდ არ არის და ამ ჯილს უკვე 18000 იყო სულ რამოდენიმე წლის დაარსებული არის. ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პიროვნებას არანაირი სასულიერო განათლება არ გააჩნია და არავინ არ ზრუნავს სხვის სულიერებაზე და სხვის სულიერების აღზრდაზე. როდესაც სასულიერო პირისთვის არის სავალდებულო ის, რომ იყოს სასულიერო განათლების მქონე და სხვების სულებზე ზრუნავდეს და ესეთი რაღაცა არ ხდება. ამას არის დამახინჯება და ეს არის ქვეყნისთვის, ესე იგი, ცუდი პოლიტიკის გატარება. მადლობა, ბატონო აბესალომ, მოგესალმებით. წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. პრობლემები, რაზეც მამა ივანე მისაუბრა და ისიც რომ ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რომ პრობლემები სხვა წლებშიც იყო. არ იქნებოდა თუ არა აღმოფხვრილი ის პრობლემები, რაც გასულ წლებში იყო სააგენტოს რომ ემუშავა აჭარის რეგიონში და აი ეს პრობლემები, რაზეც ახლა მამა ივანე მისაუბრა, არის თქვენი სააგენტოს კომპეტენცია და თქვენ ამ ყველაფერს მოაგვარებთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიესალმებით ტელემოყურებელს. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ გილოცავთ თქვენ პროფესიულ დღესასწაულს. მადლობა. და მინდა გისურვო წარმატებები. მადლობა. იცით, რაზეც ბატონი ზაზა საუბრობდა, აი დამერწმუნეთ, რომ წარმომადგენლობა რელიგიის აგენტოს წარმომადგენლობა რეგიონში არ გახსნილა რაღაც განსაკუთრებული გამოწვევების თუ პრობლემების გამო. ამაზე საუბარია რამდენადაც მე ვიცი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, უბრალოდ ასეთი წარმომადგენლობის გახსნა სჭირდებოდა მოგეხსენებათ გარკვეული ფინანსური თუ სხვა სახის რაღაც ცვლილებების გატარება, შესაბამის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს დაყოლდა, თორემ ამაზე საუბარი დიდი ხანია, რამდენადაც მე ვიცი იყო. რაც შეეხება აი ამ წარმომადგენლობის ფუნქციებს, იცით აი ფაქტობრივად ეს წარმომადგენლობა ანხორციელებს ყველა იმ ფუნქციას, რაც ზოგადად რელიგიის აგენტოს ევალება და მის კომპეტენციის ფარგლებშია, ხო? თავარი მიზანი ამ წარმომადგენლობის გახსნის არის ის, რომ აი რელიგიის აგენტო კიდევ უფრო ახლოს მივიდა რელიგიურ თემებთან, მრევლთან, მორწმუნეებთან, რათა ადგილზე უკეთესად დაინახოს და შეისწავლოს ის გამოწვევები, რომელიც რელიგიის რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ბატონო აბესალომ? პანსიონები, მედრესეები ახსენა და ამ სტუდიაში ამ საკითხზე არაერთხელ გვიმსჯელია. სახელმწიფოც კი იხსნება პანსიონები, მიუხედავად იმისა, ლიცენზია აქვთ, არა აქვთ და ამ ხელა სახელმწიფო მანქანა შეიძლება ითქვას ვერ ახერხებს იმას, რომ ამ ყველაფერს კონტროლი გაუწიოს. მოდი ასე ვთქვათ, რომ პრობლემები არა, ну, ვთქვათ ასე, გამოწვევები. გამოწვევები, კი ბატონო. იცით, დიახ, არსებობს, არის გარკვეული კითხვები ამ მიმართულებით, მაგრამ არა მხოლოდ მუსლიმური სასწავლებლის მიმართ. სხვა
პანსიონების მიმართაც არსებობს კითხვები და ამაზე ამ წარმომადგენლობის გახსნამდეც რელიგიის სააგენტოს საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე მუშაობენ. 1 სექტემბრიდან მოგეხსენებათ დაიწყო აკრედიტაცია, ლიცენზირება ასეთი პანსიონებისა. ცალკეულ პანსიონებს გაუუქმდათ ეს ასე ვთქვათ ნებართვა თუ ქონდათ ადრე და ისინი დაიხურა. თუმცა გაიხსნა ახალი რამდენიმე დღის წინ ეს გახმოვანდა იმ შეხვედრაზე, სადაც წარადგინა. აი რომ გაიხსნა და კითხვები რომ ჩნდება აი აქ სტუდიაში, ხო? აი სწორედ ეს ამ საკითხთან მაქსიმალურად სწრაფად უნდა მივიდეთ ჩვენ, შევისწავლოთ. აი რა გააკეთეთ მას შემდეგ თქვა? კი, რამდენიმე დღეა, მაგრამ აი გაიგეთ რა უნდა გააკეთეთ. საქმეც იმაშია რომ აი რამდენიმე დღეა და მე ჯერ ფაქტობრივად ასე ვთქვათ სრულფასოვნად არ ვარ ჩართული ამ საქმეში. ალბათ გაქვთ გეგმები, რას აპირებთ, მაშინ ასე და ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გეგმები მაქვს და ჩემი უპირველესი გეგმა არის ჩემი კომპეტენციის ფარგლებში აი ყოველივე ამ ინფორმაციის შეკრება, ანალიზი, დროულად მიწოდება რელიგიის სააგენტოზე, რომელიც თავის მხრივ საქართველოს მთავრობას ასვენს თავის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. იცით აი ჩემი საქმიანობა უპირველესად მოიცავს როგორც რელიგიურ თემებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ანუ ამ თვითმმართველობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ აი თვითმმართველობების ჩართულობა რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში? თვითმმართველობის წარმომადგენლები ნამდვილად ესწრებოდნენ ამ ჩვენს წარდგინებას. იცით აი მე რომ მივალ ხვალ ზეგ მუნიციპალიტეტში, მათთვის ეს არ უნდა იყოს უცხო, ხო, რომ რეგიონში დანიშნული არის პიროვნება რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე ესწრებოდნენ ინფორმაცია მიიღეს, მოხდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ თანამშრომლობა შედგება ჩვენ შორის და საკმაოდ ეფექტური. რა დრო დაგჭირდებათ ანალიზისთვის, რომ აი ჩამოაყალიბოთ და სამოქმედო გეგმა დასახოთ? იცით მე უახლოეს ასე ვთქვათ 1-2 კვირაში მაინც აი მე ვაპირებ ძირითად რელიგიურ კონფესიებს როგორც ლიდერებთან შეხვედრას ასევე მე ვაპირებ შეხვედრას აი ამ რელიგიური თემების შიგნით მმართველი ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა. აი მაგალითად ყოველ მუნიციპალიტეტში არსებობს აი მეჯლისი, მუსლიმური თემის მეჯლისი, ხო? აი მე მხოლოდ მუფტს კი არ მინდა შეხვდე, მე მინდა შეხვდე მეჯლისს. რომ აი თუმცა ყველა პრობლემა არ მობძანდა და არც აი მუფტი არ მობძანდა, რამდენადაც ვიცი, მას აქვს ოჯახური ვიცი, თუმცა დაგვირდა რომ ვინმეს გამოუშვებდა და უკვე და მე ახლა არ მინდა გამოვიდე. მე საყვედურს არც მე ვამბობ, კარგი იქნებოდა უბრალოდ რომ ყოფილიყო. რომ გამოწვევი არსებობს, მაგრამ იცით აი დამერწმუნეთ რომ რეგიონში არსებობს ის გამოწვევი, რა გამოწვევით ზოგადად ქვეყანაში, ну თავისი გარკვეული სპეციფიკური რაღაც ნიშნებით, მაგრამ ეს ზოგადად ქვეყნისთვის დამახასიათებელი. კი ბატონო, რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ხედვა? იცით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რელიგიურ ნიადაგზე რაიმე აი კონფლიქტისა და პირისპირებისა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ხობულეთის ღორის თავები, აი ესე ვიტყვი მარტივად ერთ-ერთი დამეწუნებული ეს იყო ინციდენტი გეთანხმებით მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მოხდა ეს ინციდენტი, მაგრამ ამ ინციდენტს არ გამოუწვია კონფლიქტი მართლმადიდებლებსა და ზოგადად მუსლიმებს. იაყოველები ახსენა მამა იოანემ და ხშირად მოქალაქეების აგრესიის საგანი ხდებიან ამასთან დაკავშირებით ჩვენ საინფორმაციოში გასულა სიუჟეტები რომ აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვა რატომღაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მართლმადიდებლებს იქნებ მუსლიმანებსაც გრიგორიანებს გონიათ რომ რახან სექტა და სექტა მამა იოანი მაგრამ არ არის ეს ცუდი სიტყვა აგრესიით ხდებიან აი იეჰოვას წარმომადგენლებს რომლებიც ცდილობენ რომ გაესაუბრონ და გეთანხმებით ასეთი აგრესიის ფაქტს მეც შევსწრები ვარ და შესაძლებლობის ფარგლებში ამიხსნია მათთვის თუ იცით აი ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლებები. ასე რომ ჩვენ ყველამ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს. ხელი უნდა შევუწყოთ ტოლერანტული გარემოს შექმნას და აი ტოლერანტული ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის. აი სწორედ ამ მიზნით რელიგიის სააგენტოს საკმაოდ დიდი საქმე აქვს გაკეთებული, გაწეული საქმე. შექმნილია ინტერრელიგიური რუკები, საქართველოში განლაგებული საკულტო ნაგებობის რუკები, საქართველოს რელიგიები ცალკე წიგნად გამოცემული
რომელშიც არის ყველა კონფესია, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების ფოტომასალა და ასე შემდეგ. მე უბრალოდ დღეს ვერ წამოვიღე. გასაგებია. ორ კვირაში, როდესაც გექნება სტრატეგია, იმედია რომ დაგვიძახებთ და ჩვენ ნახავთ ამ სტრატეგიას. სტრატეგიას ახლა დამაჯერებთ იმას რომ დავარქვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დაახლოებით ბატონ ზაზასთან გადავალ. ბატონ ზაზა, შეიძლება ითქვას, რომ სპეციფიური რეგიონი არის აჭარა და მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა აბესალომმა თქვა, რომ რაღაც კონფლიქტებს ადგილი არ ქონია, არის აქ პატარ-პატარა ექსცესები, მოდი ასე დავარქვათ. ის რაზეც ბატონმა აბესალომმა ისაუბრა, მაინც არის თეორიული ნაწილი, ის რომ ტოლერანტები უნდა ვიყოთ, ის რომ ჩვენი უფლება მთავრდება იქ, სადაც ხვის იწყება, ამას სააგენტო მდეც ჩვენ ეს ყველაფერი თეორიულად ვიცით, ზოგი ვიცავთ ამას, ზოგი არა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოახერხებს სააგენტო და რა უნდა გააკეთოს სააგენტომ, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც თქვენც კარგად იცით, რაც არის რეგიონში, გამოწვევები, პრობლემები შემისწორა ბატონმა აბესალომმა, რომ მოგვარდეს. ეხლა სტრუქტურა, რომელიც რელიგიურ სააგენტოს გააჩნია, რაოდენობა, ფინანსები, კადრები, რაც ამჟამად არის, მე გეტყვით, რომ მინიმუმამდე არის შემცირებული რაღაც შეცვალოს რელიგიის სააგენტო. იმიტომ რომ ეს პრობლემები არც 5 წლის წინათ არ დაწყებულა და არც დღევანდელი დღის პრობლემა არ არის, ეს პრობლემები გლობალურიც არის, საქართველოს მასშტაბსაც ცილდება. ამიტომ ამ რესურსებით, რაც გააჩნია რელიგიის სააგენტოს, ამ საკითხის გადაჭრა ძალიან ძნელი იქნება. ეს დამიჯერეთ, ეს ჩემი, ასე რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველება არის, რა თქმა უნდა, ბჭყალებში, იმიტომ რომ რა არის, იცით, მაინც არ არის განსაზღვრული რელიგიური კონფლიქტი საიდან იქმნება, რა ქმნის რელიგიურ კონფლიქტს. ჩვენ ხშირად კონფლიქტის პრევენციას ვერ ვახდენთ. ანუ, როდესაც კონფლიქტი მოხდება, შემდეგ ვიწყებთ რაღაც ქმედებების გაკეთებას. აი, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვასწრებთ, სანამ კონფლიქტი გაღვივდება, იქამდე გავატაროთ რაღაც ღონისძიებები. ახლა ამას 5 წელიც აჩვენებს, თუნდაც როდესაც სააგენტო არსებობს და საერთოდ საქართველოს ბოლო დროინდელი, ასე რომ ვთქვათ, მოვლენები, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი მთელი მსოფლიოსათვის, ეს არის ძირითადად შედეგზე რეაგირება და არა წინასწარ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ წინასწარ საკითხის შესწავლა ძალიან დიდი რესურსი ჭირდება. ეს ვერ შეძლო სააგენტომ მისი დაარსების დღიდან? ეხლა მე რო გითხრათ, რომ სააგენტომ რაღაც პრევენცია გააკეთა მისი, არ ვიცი, ალბათ მოგატყულებთ, იმიტომ რომ ეხლა ის საქმიანობა, რაც ჩამოთვლილი არის, თუნდაც მათ ვებგვერდზე, ან თუნდაც ბატონმა აბესალომმა რაც ილაპარაკა, ეხლა ეს კონფლიქტის პრევენციაზე აქ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, იმიტომ რომ ეს კონფლიქტის პრევენცია და წინასწარ საფრთხეების დანახვა, ეს არის მთლიანად ძალიან დიდი ანალიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს, სადაც უნდა იყოს ტექნოლოგიურად, კავშირგამულობითაც ეს ცენტრი შეიარაღებული, ასე რომ ვთქვათ, აქ უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო წრეები, გამოცდილი ადამიანები, რელიგიის კონფესიების წარმომადგენლებიც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის ახლა ასე რომ დავждე და ახლა ვიფიქრო, რომ აი იქ რაღაც მოხდება და რა გავაკეთო, ეს სახელმწიფოსაც უჭირს დამიჯერეთ ამის გაკეთება ახლა და ახლა რაღაც კონკრეტულ ორგანოს, რომელიც ვთქვათ, შედგება რამოდენიმე ადამიანისაგან, ახლა ეს დავავალოთ, რომ წინასწარ განსაზღვროს რა მოხდება და ამაზე ემუშაოს, ცოტა რთული იქნება ახლა რა. ეხლა რაც შეეხება იმ საქმიანობას, რომ თქვათ, იქ აიღწერა საკულტო ნაგებობები თუ ეკლესიები თუ რაოდენობა გინდება, კი ბატონო, ეს საქმიანობა შესაძლებელი არის მეტნაკლებად და ამას კარგი იქნება თუ გაკეთდება. ის შეხვედრების ორგანიზებაც, რასაც ძირითადად სააგენტო არის დაკავებული, ეხლა ესეც არის რაღაც პლუსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, ურთიერთობენ და შეხვედრებს აქვთ მნიშვნელობა გარკვეული, მაგრამ ეხლა იქ რაც ჩვენ ვისაუბრეთ ეხლა და თქვენ რაც შეგითხვათ დასვით, ამის განკვლევება ცოტათი გაზრდდება ამ რესურსებით. გასაგებია, მადლობა. მამა იოანე, თქვენ ისაუბრეთ გარკვეულ გამოწვევებზე.
მოლოდინი რა გაქვთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სხვა კონფესიები, თქვენ რამდენად თანამშრომლობთ ერთმანეთთან და როგორ წარმოგიდგენიათ შედეგი რა ექნება სააგენტოს წარმომადგენელი უკვე ყავს დღეს სტუდიაში ვერ მოხერხდა რომ სხვა რელიგიური წარმომადგენელი კონფესიის წარმომადგენელი ყოფილიყო იქაც საპატრიარქოშიც არის სხვადასხვა მოსაზრებები ალბათ ასე ვიტყვი ვარაუდის დონეზე იგივე როგორც მუსულმანურ სამყაროშიც და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის თავმოყრა და ეს გამოწვევები, რაზეც ბატონმა ზაზამ ისაუბრა, მოლოდინი როგორი გაქვთ? მოსაზრებები რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული ინდივიდი ვართ და ინდივიდი თავისთავად განსხვავებულ აზრსაც ნიშნავს უკვე თავის თავში. ეს არ არის რაღაც დოგმატური საკითხი, რომ ყველას ერთი ხედვა უნდა გქონდეს მაინც ადამიანს. ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებებს ვსურვებთ და ვისურვებით, რომ ეს პრობლემები რაც კი იქნება ყველაფერი აღმოიფხვრას ძალიან სწრაფად. და მე ერთს კიდე დავამატებდი, რომ თითოეული ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, რა თქმა უნდა, ის თავის შეხედულების მიხედვით ირჩევს თავის რელიგიას, ნებისმიერ წამსის მიმდევარი იქნება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენ არ გვანთავისუფლებს ჩვენი მოვალეობებისგან. ჩვენი მოვალენი ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე, ერთმანეთის წინაშე, როგორც ქრისტიანობა გვასწავლის ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას და თუ საჭირო თავგანწირვალსაც, ასევე ყველას უნდა მოუწოდოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ ყველანი, მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებით ვართ თუ არა ქართული ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ვინც აქ ცხოვრობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელიგიის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოს ვემსახუროთ ერთგულებით, პატიოსნად და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სიძლიერისათვის. მადლობა. ბატონო აბესალომ იეჰოველების მხრიდან აი მათი ტრადიცია თუ აი რელიგიური შეზღუდვა ახსენა მამა იოანემ გადაცემის დასაწყისში და ის რომ სისხლის გადასხმის წინააღმდეგი არიან და ისიც თუნდაც რომ უნდა მოექცნენ ქართული სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ქვეშ და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად ამ ქვეყნის კანონებს დაემორჩილონ სხვადასხვა კონფესიების ადამიანები ეს არ არის მხოლოდ აჭარაში ეს გამოწვევა როგორ გესახება თქვენ როგორ დაარწმუნოთ ან არის თანამშრომლობთ ამ ადამიანებთან. ეს არ არის ის პრობლემა, რასაც თქვა ბათუმში კონკრეტულად ჭირდება შესწავლა და ამიტომ გეკითხებით. ჩვენ საუბრობთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრობლემებზე, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამა თუ იმ რელიგიის მოძღვრებაში რა წერია ამ საკითხებზე. აი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ იეჰოველები უარს ამბობენ, იმათ მე დავინტერესდი სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, თვითონ უშუალოდ იეჰოველებთან და ერთი ამბობს, რომ აკრძალულია, მეორე ამბობს, რომ რას ამბობთ, რატო თუ საჭიროა და ის არის არ არის ეგ პრობლემა და ასე შემდეგ და რამდენადაც მე ვიცი ამ ეტაპზე ეს კონკრეტულად აი ეს საკითხი თვით იეჰოველებთანაც უკვე აღარ დგას. მაგრამ ზოგადად ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ საქართველოში გავრცელებული რელიგიების მოძღვრებებს. ამიტომ ესეც არის პრობლემა. ხო, ესეც ერთ-ერთი პრობლემა არის დამერწმუნეთ. და სწორედ აქედან გამომდინარე, იქნება გარკვეული გამოწვევები სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობაში. ამიტომაც უნდა არსებობდეს აუცილებლად, არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ ამისი, უნდა არსებობდეს ქვეყანაში რელიგიის შესახებ კანონი. აი მე სანამ კანონი იარსებებს თქვენ რას გააკეთებთ? მანამ სანამ ან უნდა მივიდეთ, უნდა აუხსნათ რელიგიის სააგენტოს სხვათა შორის ამხრივ ძალიან ბევრს აი რელიგიის სააგენტო შეიქმნა 2014 წლის თებერვალში. 2014 წელი ფაქტობრივად ისე გაიარა რომ და 3 წელია რელიგიის სააგენტო არსებობს. ხო, ამ 3 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია რელიგიის სააგენტო და მე გეტყვით რომ მე როგორც ამ რელიგიის სფეროში მომუშავე პიროვნებისთვისაც ბევრი სიახლე აღმოვაჩინე რელიგიის სააგენტოს მიერ გაკეთებული, რაც საქმეც გაკეთებული აქვს რელიგიის სააგენტოს. ტრენინგების ჩატარების დონეზე, სტუდენტებისთვის, სასულიერო პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ასე შემდეგ. აი ადამიანის იცით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით აი ინტერრელიგიური რუკების გამოცემა, ინტერრელიგიური კალენდრის გამოცემა, აი რელიგიის სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატში სხვადასხვა აღსარებლების ადამიანებთან მუდმივი შეკრებების საუბარი და ასე შემდეგ.
კეთდება ეს საქმე. ასეთი, ანუ იმას, რასაც აკეთებს იქ რელიგიის სააგენტო, ეს ერთგვარად უნდა გადმოტანილი იქნას რეგიონებში. ბატონო აბესალო, მეჩეთთან დაკავშირებით, რაც მუფთმა გააჟღერა შეხვედრაზე, რომ თუ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდება, უნდა იყოს მის დაქვემდებარებაში და იქაც გარკვეული. აუცილებლად უნდა იყოს მეჩეთი მე ასე ვთქვი, აშენების ინიციატორიც და არა მარტო მეჩეთი, ზოგადად სასულიერო პირი, სხვა საკულტო ნაგებობები, ხო? აი ოფიციალურად საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა იძლეოდეს მოთხოვნას. ანუ თუ მუსლიმ მეჩეთზეა საუბარი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ უნდა შეიტანოს განცხადება. თუ საუბარია აი ეკლესიის შენეულებაზე, საპატრიარქომ უნდა შეიტანოს. ნუ ყოველ შემთხვევაში რეგიონალური აქ არის მეუფე და უშუალოდ მათ უნდა გააკეთონ განაცხადი და ასე შემდეგ. ანუ აქ არ უნდა ხდებოდეს ამ საკითხის აი ვისაც მოესურვება და თქვენ რა ძალა გაქვთ ამ შემთხვევაში, რომ ვისაც მოესურვება იმან არ იცით, მოდი ასე ნუვიწყოთ, რომ მე რა ძალა მაქვს და რაც არ უნდა ძალა მქონდეს, მე მაინც ყველას აი არა, კონფლიქტის მოგვარებას გულისხმობთ, რომ არ გაჩნდეს ეს რაღაც გაუგებრობები. ჩემი ერთადერთი ძალა არის, აი უფლება მოსილება, რომ მივიდე ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამე გავიგო რა კი ბატონო. რა შევისწავლა. თუმცა გადაწყვეტილებას თქვენ ვერ მიიღეთ. არა, გადაწყვეტილებას ბუნებრივია მე ვერ მიიღე. კარგი, პრევენცია ახსენა ბატონმა ზაზამ თან დასასრულისკენ რომ წავიდეთ. მიდის თუ არა სააგენტოში ამაზე საუბარი, მსჯელობა, ფიქრი, რომ გასაგებია რომ კონფლიქტის წარმოქმნის შემდეგ თქვენ ჩაერევით, თუ კი ეს იქნება და იმედია რომ არ იქნება, მაგრამ და განმუხტავთ, მოაგვარებთ და ასე შემდეგ, მაგრამ პრევენცია უნდა დაუშვათ ჩვენ არ უნდა დავუშვათ აი კონფლიქტის რაღაცა საფუძვლების გაჩენაც კი აი მიზეზებიც არ უნდა დავუშვათ. თუ ასე ვიმუშავებთ, მაშინ იქნება გამართლებული ჩვენი საქმიანობა, თორემ თუ კონფლიქტი გაჩნდა, თუ და ასე შემდეგ, მაშინ აბა რაღაც ვაკეთებთ ჩვენ. ანუ ზოგადად ხელისუფლებაც და რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლობას. ამიტომ მე ვამბობ, რომ აი სანამ ეს ყველაფერი გაჩნდებას ჩვენ უნდა გქონდეს უშუალო კონტაქტი ადგილობრივ რელიგიურ თემთან და მრევლთან და ასე შემდეგ. კარგი, თქვენ თქვით რომ დაახლოებით 2 კვირა დაგჭირდებათ ანალიზისთვის. რა პერიოდულობით შესაძლოა 2016-17 წლებით თარიღდება პირველი ბოლო ანგარიში პრინციპში რაც სააგენტომ წარმოადგინა. 17-ით, დიახ. 18-ის ანგარიში. არ ჩვენ თქვენს ვებგვერდზე არ არის ეს მაშინ შესაძლოა გამოქვეყნების პრობლემა. რა პერიოდულობით უნდა ველოდოთ თქვენგან ანგარიშს მოსახლეობა, რაიმე გექნებათ თუ არა ეს კვარტალური რაღაც შეუდექით მუშაობას მის, მაგრამ ჩემი უფლებამოსილებით, აი ჩემი კომპეტენციით არ არის გათვალისწინებული მე ასეთი ანგარიშები გამოვცე ცალკე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენთან მოვძანდით ეთერში და ისაუბრეთ. აი ჩემი ანგარიში ეს იქნება, კი ბატონო, ჩემი ანგარიში ეს იქნება. სხვა მხრივ მე თვითონ აი ამ საკითხზე თქვენთვის საინტერესო ასევე მრევლისთვის საინტერესო საკითხებზე აი მასალის შეგროვება, ანალიზი და ასე შემდეგ ეს უნდა მივაწოდო ხელმძღვანელობას, რომელიც მიიღებს შემდეგ ამ გადაწყვეტილებას. აი წარმომადგენლობა ქვია აქ რეგიონალური წარმომადგენლობა, მაგრამ აქ ვიმუშავებთ ალბათ სულ 2 კაცი. ასე რომ ანუ ვერც ისეთ დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ზაზა კილაძე, თეოლოგი და აბესალო მასლაიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აჭარაში იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. საზოგადოებრივი პოზიცია სამშაბათამდე გემშვიდობებად, ნახვამდის.